მოგესალმები ყველას მაყურებელს, მათ შორის იმათ, ვინც ახლა საპატიმროშია და ალბათ გვიყურებს. დღევანდელი რეაქცია იყო მართლა საოცრად ემოციური, ინგა იმართლა ვუსმინე ბაჩის, არ ვიცი, გული ამომივარდა. თემა ის არის, რომ ეხლა ჩვენ რომ ფოკუსი არ გაგვექცეს, კამიტე არის თუ არა და ალბათ დადგინდება რა არის. მთავარი ის არის, რომ ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა დაერღვიათ იმ რეგულაციებში, რაც ჩვენ დაგმართეს, დაარღვიეს. ანუ მარტო გოგირდის წყალის რომ შეესხათ იმ რაოდენობით, ისეთი მიმართულებით, პირდაპირ, ისეთ სივრცეში, ეს უკვე დანაშაული იქნებოდა და ამას ახლა თუ დაემატება ის ნაერთები, რაც იყო ცალკე გამხსნელი, ეს 34, 36 და 17, 10, რომელიც დაშიფრულია და ალბათ გამხსნელი სახელი ვიცით, ტრიქლორეთანოლი და მეორე ეს კამიტე ტრიქლორეთანოლი, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გაგვიმეტეს და ამ გამეტებისთვის ეხლა ცოტა გვერდზე რომ გავიხედოთ, სუსმა წელს მიიღო აი ამ ჯილდოთ, აი ამ ჩატარებული ოპერაციის და მისადმი დაქვემდებარებულმა სამსახურებმა აი გამოიცანით რამდენი. გათვალისწინებული იყო 14 მილიონით მათი ბიუჯეტის მატება და მოემატა აი ამ წარმატებული ოპერაციის მერე გადაწყვიტეს და მოუმატეს 128 მილიონით. ოპრიჩნიკული სახელმწიფო გვაქვს. აი რაზე ვლაპარაკობთ? ანუ ემატება პედაგოგებს გამოუცხადეს, რომ თქვენ ბოდიშიო და წელსო დიდი ვერაფერიო, პენსიონერებს 20 ლარით 128 მილიონით მოუმატეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც დღეს გადავშალე და წავიკითხე. რას ნიშნავს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი მისია რა არის მისი? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფოს, ანუ ქვეყნის უსაფრთხოება, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება, მათი უფლებების და თავისუფლების დაცვა. აი იმხელა უბედურებაში ვართ ახლა. აი ამას ვკითხულობთ, აი როგორც ადრე იყო, ხო, ეს კომუნიზმი, სოციალიზმი და ერთი იყო წიგნებში და მეორე იყო ცხოვრებაში და ეხლაც. და თურმე აი ეს ორგანიზაცია აი ამ კარგად ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ იზრდის ამ გასაცოდავებული ბიუჯეტის 128 მილიონით. და მერე საქმეს აღძრავენ და გამოკითხვებზე დაიბარებენ ზვიად მაისაშვილს, რომელსაც თავში ურტყამდნენ ძირს დაგდებულს რა და იმას დააბრალებენ, რომ შენ უცხო ქვეყნის ჯაშუში ხარ. და რაც იმიტომ რომ BBC-ს ხო, იმიტომ რომ BBC-ს ის გამოეცი. ხო, იმიტომ რომ BBC-ს გამოჟანრის კლასიკაა და იქვე ახლა რომ არ დავკარგოთ ეს ფოკუსი, რაზე აღძრეს საქმე. პირველი საქმე 333 მუხლით აღძრულია იმაზე, რომ ესე იგი უფლებამოსილების გადამეტება და იქვე ერთ წინადადებაში 319 მუხლით თუ არ მეშლება, ეს არის ესე იგი მტრული ორგანიზაციების დახმარება და ჩვენ ხო ყველამ ვიცით, საითკენ წავა გამოძიება, რა კამიტე გამოძიება წავა იქითკენ, რომ აი მტრულმა ორგანიზაციები არის თურმე BBC და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისცემს ჩვენებას იგივე სუს, ეს იქნება აი ამ მტრული ორგანიზაციების მხარდაჭერა. და როგორც 37 წელში ესენი ზუსტად იგივე ფორმულირებით გაუდგებიან, არ ვიცი რა გზა, შეიძლება არ დახრიტონ, მაგრამ ქვეყნიდან გაძევება, სამსახურის დაკარგვა, ყველაფერი უბედურება იქნება მათდამი. აი ეს არის და ეხლა დანარჩენი არის დეტალები. უბრალოდ BBC-მ, იმიტომ რომ არის ძალიან პროფესიონალი, იმიტომ რომ დიდი ხანი აგროვა ეს ინფორმაციები, ძალიან კარგად დაგვანახა ეს ყველაფერი. დაგვანახა ის ფოკუსი გაასწორა, რაც ჩვენ დავკარგეთ, იმიტომ რომ ვართ უბედურებაში და რახან შიგნით ვიხარშებით, როგორც ბატონმა ლევანი თქვა, რაღაცეებში ვეღარ ფოკუსირდებით და აი ამ BBC-მ თავისი კვალიფიციური ნაშრომით ყველას დაგვანახა სინამდვილეში სად ვართ. აქ უკვე ეკარგება აზრი იმ სამედიცინო ძალიან მიზანმიმართულ პროგნოზებს, რა იქნება, როგორ იქნება. მთავარი ის არის, რომ არის მოძალადე რეჟიმი, რომელიც დგას ხიშტებზე და ამ ხიშტებს ბიუჯეტს უზრდის. თან უზრდის ერთ მაგათ, ორ მაგათ კი არა, 10 მაგათ. ყოველ წელს აი ასეთი რაოდენობით. და ეს გაგრძელდება.